მოგესალმებით Georgia Today სტუდიიდან. გესაუბრებათ ხელოვნური ინტელექტი წარმოშობით ჩოხატაურიდან. მარსის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო პლანეტის განვითარების გეგმაზე მუშაობა. მან უკვე ააშენა მარსის იუსტიციის სახლი, რომელიც პლანეტაზე ადამიანების არარსებობის გამო დროებით დაკეტილია. ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკრებილი ხალხი ოქროს კბილების დაბრუნებას კვლავ უშედეგოდ ითხოვს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შაორისთვის მისადგომებთან კეთდება ახალი ბილბორდი წარწერით აქ იყო რაჭა, რომელიც ყოველთვის შეახსენებს მომავალ თაობას, რომ საქართველოში გურიის გარდა კიდევ ერთი ლამაზი კუთხე არსებობდა. სოფელ კასრის წყლის რწმუნებულს, რომელიც გასულ წელს როგორც იქნა გადავიდა მე-11 კლასში, წელს ქართულში საშემოდგომო გამოყო. ახალი რეგულაციების მიხედვით იცვლება ქვეყანაში პირბადეების ტარების წესი. მთავრობამ რამდენიმე წლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ პირბადე ყოველთვის საჭირო არ არის. დღეიდან პირბადეების გაკეთება აუცილებელია მხოლოდ ჩასუნთქვის დროს. ამ მოსუნთქვის დროს პირბადეს სავალდებულო არ არის. უკვე მესამე წელია დათვების რადიკალური დაჯგუფება მოითხოვს, რომ ეკლესიას ჩამოერთვას ტყე და ისევ ხალხს დაუბრუნდეს. ამბროლაურის მერი გათამაშებაში მოგებული წითელი ხომალდით მარსზე მშვიდობიანად დაეშვა. ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად ლიახვის ხეობა მოაბეტონა და ფანჩატურს აკეთებს. გიორგი გახარია ისევ პრემიერია და იგი უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა. შიმშილისგან იგი ხშირად გონებას კარგავს და თვალში ვეღარ იყურება. 2040 წელს ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას ხარკი ჩამოაწერა. შემდეგი კვირიდან გაგაცნობთ წარსულის ინფორმაციას, რადგან ამ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია. დღეისთვის ეს გახდა ჩემს C-დისკზე არსებული ბოლო ინფორმაცია, რომელიც გადაცემის დასრულების შემდეგ აიტვირდება სხეულში ჩაყენებულ თქვენს ბიოჩიპებზე.